ეროვნული ფორუმის 7 წევრი საერთო ჯამში 393.031 ლარით დააჯარიმა. კონსერვატიული პარტიის 4 წევრი 542.000 ლარი. თავისუფალი საქართველოს 4 შემომწირველი დაჯარიმდა 284.840 ლარით. თავისუფალი დემოკრატების წევრი 60.000 ლარი. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შემომწირველი ჯარიმა 25.000 ლარი. 16 დაჯარიმებული ოპოზიციის აქტივისტია. მე-17 ადამიანი კი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შემომწირველი. 14 ივნისს ბეჟან ოდიშვილმა ნაციონალების ანგარიშზე 5.000 ლარი შეიტანა, რისთვისაც 25.000 ლარით დაჯარიმდა. ოდიშვილი ოკუპირებული ახალგორის სოფელ წირქოლშია რეგისტრირებული. იქ მცხოვრები ქართული ოჯახები წეროვანსა და წილკანში არიან ჩასახლებული. წილკანში ბეჟან ოდიშვილს დანომრილ კოტეჯში 102 სახლში მივაკითხეთ. გაირკვა, რომ ოდიშვილი მცხეთა მთიანეთის გუბერნატორის ცეზარ ჩოჩელის ძმის, იაგო ჩოჩელის კომპანია ბარამბოში მუშაობს. ახლა ხან შეიტანა ალბათ აქვს იმის რო გადაიხავს ყველაზე ამ რაღაც მოაგვარებს თორე ახლა. სახლში მოვარ 500 ლარი და სადმე აქვს დანარჩენი აქვს. სად მეტი აქვს უფრო? ბაბა მეტი აქვს, აბა მეორე კაცი აქ იმაში კარხანაში და 500 ლარზე იჯდება? მოადგილეა კი. დირექტორი. ესე იგი ჯარიმის გადახდის პრობლემაც არ გექნება. გადახდის თავი ეტყობა აქვს და გადაიხდის და არ ახვევს ოჯახს თავის პრობლემას. საჯარო რეესტრში ბეჟან ოდიშვილის ქონების გადამოწმებისას ჩვენ კიდევ ერთი საინტერესო დეტალი აღმოვაჩინეთ. საქალაქო სასამართლოში 8 ივლისს პროცესის გამართვამდე 2 დღით ადრე ბეჟან ოდიშვილს ეკონომიკის სამინისტრომ სიმბოლურ ფასად კიდევ ერთი 58 კოტეჯი გადასცა. წილკანში დევნილთა ჩასახლებაში ჩვენ 58 კოტეჯიც მოვძებნეთ. აღმოჩნდა, რომ იქ ასევე ახალგორიდან დევნილი ცხოვრობს, რომელმაც მისი კოტეჯის ოდიშვილისთვის გადაცემის შესახებ ჩვენგან გაიგო. ეს არ არსებობს, მე ან მოკლავ, ან მე აქედან გავალ, როგორ აქვს, რანაირად მისცეს მაგას. თუ არ მეკუთვნოდა, რაში მომწეს. რამდენი წელი აქვს? რაც ომი დაიწყო, ჩამოვით აქ, ვარ. და თქვენ სახელზე იყო? ჩემ სახელზეა, კი. ბეჟან ოდიშვილმა ჩვენთან შეხვედრაზე კატეგორიული უარი განაცხადა. ინტერვიუზე არც ნაციონალების კიდევ ერთი შემომწირველი მალხას ჭყოიძე დაგთანხმდა. სპირტის და არყის ქარხნების დირექტორთან გასაუბრება ჩვენ ფარულად შევწელით. 14 ივნისს მმართველი პარტიის ანგარიშზე მან 6.000 ლარი შეიტანა. რა კითხვა დავისვეს კონტროლის პალატაში? გამიშვება დამთავრდა. ხოდა რა კითხვა დავის? თუ ამ შემოსავლების საიდან და ჩვენს უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ ახალგორიდან დევნილების ერთი ნაწილი იმდენად გამდიდრდა, რომ ნაციონალური მოძრაობის ანგარიშზე ათეულობით 1000 ლარის შეტანა მათთვის პრობლემას აღარ წარმოადგენს. პარალელურად ისინი ისევ დევნილთა კოტეჯებში ცხოვრობენ. ნაციონალური მოძრაობისთვის თანხის შემწირველთა სიაში ახალგორელი იაგო გვრიტიშვილის საცხოვრებელ მისამართად ახალგორის რაიონის სოფელი იკოთია მითითებული. თუმცა ის დღეს წეროვანის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს. მან მმართველ პარტიას 60.000 ლარი შესწირა. იაგო გვრიტიშვილი ნატახტარში ჩოჩელების ყოფილ ლოდსახარში მუშაობს. თეიმურაზ ბაზუაშვილი, რომელმაც ხელისუფლებისთვის 4.000 ლარი გაიღო მცხეთა მთიანეთის გუბერნატორის ძმის, იაგო ჩოჩელის ქვისლია. 8.000 ლარის შემწირველი დემიკო ჩოჩელიც წეროვანში ცხოვრობს. ოღონდ უმუშევარია. ახალგორში ერისთავების 23 ნომერში მისი მშობლები ცხოვრობენ. ისინი მესაქონლეობას მისდევენ და წეროვანში მცხოვრებ დემიკო ჩოჩელს საკვებ პროდუქტებს ახალგორიდან უგზავნიან. დემიკო ჩოჩელის მსგავსად წეროვანში ხელმოკლედ ცხოვრობს მმართველი პარტიისთვის 15.000 ლარის გადამრიცხველი მიხეილ გიგაურიც, რომელიც ოფიციალურად ახალგორში სტალინის 46 ნომერშია დარეგისტრირებული. მმართველი პარტიისთვის თანხების შემწირველთა ვინაობის გარკვევის შემდეგ დევნილთა ჩასახლებაში ბევრ ადამიანს ეჭვი გაუჩნდა, რომ ნაციონალური მოძრაობის მთავარი დამფინანსებლები მცხეთა მთიანეთის გუბერნატორი და მისი ძმა იაგო ჩოჩელი არიან, რომლებმაც სიისთვის საზოგადოებისთვის უცნობი ფიზიკური პირების სახელები გამოიყენეს. მცხეთა მთიანეთის გუბერნატორის ცეზარ ჩოჩელის კომენტარი ბრალდებებზე კი ასეთია. ეს არის წყნარი შეცვლილება. წყნარი, რაც კანონით არის დადგენილი, მე სიმართლე გითხრა, არ დავინტერესებული ვარ. ნახავ, რამდენი სუფლება მაქვს და რამდენი სუფლებაც მექნება, იმდეს გადავიქცევ. ესეთი სქემები მუშაობს და ასეთ სქემებზე ჩვენ ვისმენთ ყოველთვის ხელისუფლების წარმომადგენლების საუბარს აქეთა მხარეს კოალიციაზე, როდესაც აცხადებენ, რომ ეს მათი ფული არ არის, ეს მათ მისცა ივანიშვილმა და შემდგომში ამ ვიღაცამ ივანიშვილის დაახლოებულმა პირმა, რომ შემდგომში მათი სახელით მომხდარიყო გადარიცხვა.
ასეთი სქემა შეიძლება იყოს აქეთაც, რომ მათ ეს ფული მისცეს მათ კომპანიაში ბარამბოში და უთხრეს, რომ წადით და ჩარიცხეთ. ეს ფული მას მისცა ჩოჩელმათ, სხვადასხვა დაუშვათ თანამშრომლებს და უთხრა წადით ჩარიცხეთ. ეს სქემაზე თუ ვისაუბრებთ, ამ სქემა შეიძლება გამოიყენოს როგორც ერთმა მხარემ, ისე მეორე მხარემ, მაგრამ სამწუხაროდ მიდგომებით ვხედავთ, რომ მხოლოდ ერთი მხარის მიმართ ინტერესდებიან ასეთი ტიპის სქემების გამოყენების შესაძლებლობებზე. ნაციონალური მოძრაობის ანგარიშზე ბოლო თვეების განმავლობაში 96 შემომწირველის მიერ შეტანილია 2.246.000 ლარი. ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა პირველ ეტაპზე პოლიტიკური გაერთიანებებისთვის შეწირული თანხების წარმომავლობის დასაბუთებულობის დასადგენად ამ 96 შემომწირველიდან მხოლოდ 6 მიიჩნია საეჭვოდ. აქედან 5 მოусმინა და გაამართლა და მხოლოდ 1 დააჯარიმა. თუმცა მათ კითხვა არ გასჩენიათ, რატომ მოუნდათ და ერთ დღეს რატომ შესწირეს ფიზიკური პირებისთვის კანონით განსაზღვრული თანხა 60.000 ლარი მადნეულის ფინანსურმა დირექტორმა მიხეილ ესიაშვილმა. შესყიდვების დირექტორმა ზურაბ გოზალიშვილმა, წარმოების დირექტორმა ჯამბოლად ჯაყელმა და გენერალურმა დირექტორმა გიორგი დევაძემ. ჯამში მადნეულის მენეჯმენტის წარმომადგენლებმა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 240.000 ლარი ერთ დღეს შესწირეს. ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერიც იმიტომ გაერია ამაში, რომ უცხოელებისთვის ეკუთვნათ, რომ მარტო ეს 17 კაცში ერთი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელიც მე ტენდენციური არ ვარ. მე ვიხილავ ისე როგორც არის. და ის რომ ჩვენ ვიცით აქ რა ხდება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებლად საერთაშორისო ორგანიზაციებიც გაირკვევიან იმ ნიუანსებში, რომელიც ან გარკვეულები არიან იმ ნიუანსებში, რომელიც ჩვენ საქართველოს მოქალაქეებმა ვიცით, მაგრამ მათ შესაძლებელი არც იცოდნენ. ნაციონალური მოძრაობის შემომწირველთა სიაში გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გათავისუფლებული პირების გამოჩენამ კიდევ უფრო გაამძაფრა ეჭვი იმის შესახებ, რომ სააკაშვილის გუნდი ფულის გადახდას აიძულებს ყველას. ბიზნესმენებს თუ ყოფილ პატიმრებს. სიაში მსხვილ შემომწირველებს შორის არიან ის ადამიანები, რომლებიც ხელისუფლებამ კრიმინალური ქმედებებისთვის დააპატიმრა. მმართველ პარტიას 40.000 ლარი შესწირეს წელიწადნახევრიანი პატიმრობის შემდეგ პირობით გათავისუფლებულმა ფიზიკურმა პირებმა, სერგო ლაბარტყავამ და თამას ჯამაგიძემ. კუდის თანამშრომლებმა ისინი 2010 წლის 30 მარტს დააკავეს. როგორც ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, რომლებმაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის მეწარმეს თაღლითურად გამოსძალეს 370.000 ლარი. ელგუჯა ბერუაშვილი, რომელმაც ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 20.000 ლარი გადაურიცხა, ასევე კუდის მიერ იყო დაკავებული, როგორც ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი. მას ბრალადებოდა დიდი ოდენობით ქრთამის აღება, რაც ითვალისწინებდა 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. 12.000 ლარი გადაურიცხა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ზურაბ ინასარიძემ, შეპესე იბერია ტრეიდინგის მფლობელმა, რომელიც ასევე კუდის მიერ იყო დაკავებული, როგორც ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს იურისტი, რომელიც საარჩევნო თემატიკაზე მუშაობს, ამბობს, რომ იკვეთება შერჩევითი სამართლის ნიშნები, რაც წინა საარჩევნო პერიოდში არათანაბარ საარჩევნო გარემოზე პირდაპირ მიუთითებს. ეს საკითხის ჩვენი გამოკვლევის სფეროში მოხდება ალბათ ანგარიშშიც და მაქსიმალურად ვეცდებით ამაზე იყოს ყურადღება მიქცეული საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან და შესაბამისი რეაგირება მოხდეს ადგილობრივ დონეზე მინიმუმ იმისათვის, რომ სასამართლოს ასეთი კონტროლის პალატის ასეთი შერჩევითი ქმედებები და სასამართლოს ასეთი დამოკიდებულება აღარ გაგრძელდეს. ცდილობენ, რომ ყველანაირად წარმოქმნან ესეთი დახატონ ისეთი სურათი, თითქოს და აქ შერჩევითი სამართალია, არასამართლიანი საარჩევნო გარემოა და არჩევნების დისკრედიტაცია მოახდინა. აი ეს არის ძალიან სამწუხარო. ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გვარწმუნებს, რომ დემოკრატიულ საქართველოში შერჩევით სამართალზე საუბარი ზედმეტია. დარჩიაშვილის აზრით, ამ ქვეყანაში კანონი ყველასთვის თანაბრად მოქმედებს. მე მახსოვს, თქვა ჯერ კიდევ სხდომები რომ მიდიოდა, რამდენი დაჯარიმებული იყო ნაციონალური მოძრაობის წევრი და რამდენიმე ასეული ლარი როგორ გახდა დასაბრუნებელი ბიუჯეტში, ისევე როგორც პრობლემები არის ოპოზიციის მხარეს. და ახლა გამორჩეულად რო ჯარიმდება გამორჩეული სიმდიდრის მქონე ადამიანი, რომლის ქონება ქვეყნის ბიუჯეტს აღემატება 1.5-ჯერ, ხო? ესეც სულ არ მაკვირვებს. გასულ წელს შეცვლილი კანონის შესაბამისად, იურიდიულ პირებს აღარ აქვთ პარტიების დაფინანსების უფლება. თუმცა მმართველ პარტიას, როგორც კონტროლის პალატის მასალებიდან ჩანს, ეს არ უქმნის პრობლემას, რომ
კომპანიების მაღალი რგოლის მენეჯმენტისგან, როგორც ფიზიკური პირებისგან, მიიღოს სოლიდური შემოწირულობები და ამაზე პასუხი არ ამომოსთხოვოს. ნაციონალური მოძრაობა ბოლო 7 თვის განმავლობაში მხოლოდ 100,000-ზე ოდნავ მეტით არის დაჯარიმებული. მაშინ, როცა ოპოზიციისთვის გამოწერილმა ჯარიმებმა $100 მილიონ დიდი ხანია გადააჭარბა.